მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? რაშვებით? გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და აუცილებლად გადააზიარეთ თქვენ მეგობრებთან ერთად. ეხლა ვიმყოფები ალაბამაში და მივდივართ არიზონაში. ამ წუთას, როგორც ხედავთ, აგერ გზაზე ვარ, წითელზე ვიყავი გაჩერებული. წეგან მინდოდა რომ გადამეღო ვლოგი, მაგრამ რაღაც სანამის გავაკეთე ეს ცოტა დრო გავიდა, მე მომადგნენ წადიო, არ შეგიძლია აქ გაჩერება, მოკლედ ერთი ამბავი ატეხეს რა. და აი მოდი დაგათვალიერებინებთ ცოტა ქალაქს. პატარა რაღაცა ქალაქი არის. ფოლი არის ქალაქის სახელი. ეწერი ეგერ იქ თუ ხედავთ. დღეს მოკლედ პარასკევი დღე არის. სამდღიანი ვლოგი იქნება რა. პარასკევია დღეს როგორც გითხარით და ორშაბათს უნდა ჩავიტანოთ. პარასკევი შაბათ-კვირა. ორშაბათს შუა დღეზე ჩავიტანთ ამ ტურს. ჰიუსტონში გვიწევს გავლა. დაბლა სამხრეთში, სამხრეთის მხარეს ტექსასში. და დაჟე მექსიკოს საზღვართანაც უნდა გავიაროთ. ამიტომაც გქონი საინტერესო კონტენტი იქნება რა, შეიძლება დაჟე საზღვარიც დავინახოთ. არასდროს არ ყოფილვარ ეგრე იქეთ, დაბლითა მხარეს მივდივართ არიზონაში. წინა ვლოგში თუ არ გინახიათ, აი აქ ჩავსვალ და მაღლა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ და გადაგიყვანთ ეგრევე. მოკლედ ნორთ კაროლაინიდან წავედით ნევადაში. ძალიან მაგარი ხედები განახეთ, ლას-ვეგასი ვნახეთ პირველად, ძალიან მაგარი ვლოგი იყო. აუცილებლად გადადით და ნახეთ და ლაიქეთ ის ვიდეოც და კომენტარეთ. გზაში ვართ მოკლედ რა, როგორც ხედავთ 24 საათიანი გზა გვაქვს რა. 24 საათი დაჟე მეტიც იქნება, გაჩერება, ჭამა, სალიარკა, დიზელი რა. მაგ ყველაფერსაც აუცილებლად გაჩვენებ. სალამი მეგობრებო, დღეს არის მეორე დღე, დაგიბრუნდით, კიდევ რესტარიაზე ვარ ახლა გაჩერებული. როგორც ხედავთ, ესეთი ლამაზი ადგილია. ესეც ჩვენი სატვირთო, ცოტა გასარეცხი გვაქვს და დაგვრჩა 20 საათი, სადღაც 1290 მილი და წამოვყვებით მოკლედ გზაზე. დღეს გავრეცხავთ სატვირთოსაც, მაგის პროცესსაც გაჩვენებთ. ტრიპი უკვე ჩავატარე. ცოტა პრობლემები შემექნა GoPro-მ დღეს, მაგრამ ეგ არაფერი. და მოკლედ გავაგრძელებთ დღეს რა გზას. დროებთ. მოკლედ ერთი ნაწილი უნდა შევიცვალოთ სატვირთოს რა, გაფუჭებული აქვს და ჰაერი გაზდის. პირველად ვაკეთებ მეც ამას, შემ თვითონ პირველად დავცვლი. აი ზუსტად აი აქედან გაზდის ჰაერი, აი ეს ნაწილი გვაქვს შესაძლებელი. დასადები არა მაქვს, GoPro-ში გამიფუჭდა. ვერ დავდებ ახლა, მაგრამ ეგ არ აუშავს, მე გავაკეთებ რა. მომავალ ვლოგისთვის იმედია გავაკეთებ თუ არა და რავი, მომავალში გავაკეთებ აუცილებლად. ახლა წავალ ამას დავცვლი მე და გაჩვენებ რომ მოვხსნი, გავქენი და როგორ იქნება რა და იმედია კარგად გამოვა ყველაფერი. მოვხსენით, აი ეს ნაწილი უნდა ვიყიდოთ ახლა და ზომა არის 5 მერვედი. 5/8 და აი გაჩვენებთ ახლა სად იყო დამაგრებული კიდევ ერთხელ. აი ამ ორ შნურს აერთებ და ერთმანეთზე და აი აქედან გაზდიოდა დაბლითა მხრიდან მე მგონი რა. მოკლედ ამას ვიყიდი და იმედია ჩვენ პრობლემასაც გაასწორებს რა. სამწუხარო ამბები მაქვს, ანუ არ აქონდათ ის ზომა რომელიც გვინდოდა ჩვენ და მომიწია კიდევ იმის დაყენება რაც მქონდა რა. რა ვიცი, შევივლი კიდე სხვაგანაც, იმედია იქაც ექნებათ, ახლა ვიცი ზომა. საათს ნახევარში ამ სატვირთოსაც გავრეცხავთ და გიბრუნდებით, განახებთ როგორ ვაკეთებთ, როგორ ირეცხება და მერე გავაგრძელებთ გზას კიდევ ერთხელ.
როგორც ხედავთ, არის 28 მარტი, 6 წუთი 12 წუთი და აი ჩვენი სატვირთო როგორც ხედავთ გასარეცხი არის. ახლა შეიძლება ძალიან არ ეთყობოდეს, თუ ეთყობა. და მოვედით აგერ სამრეცხაოში და დავრეცხავთ ახლა. დავაწლიალებთ ყველაფერს, კარგად სუფთად იქნება. იმედია დიდი ხანი არ მოუნდება. ახლა შიგნით შევალ გავიგებ რავი რამდენი როგორ არის და შეგატყობინებთ აუცილებლად. მე რამდენი გადავიხადეთ და როგორ იყო. მოკლედ მეგობრებო, ეგ ჩვენი გაპრიალებული გარეცხილი სატვირთოც იმენა აი მართლა ძალიან ლამაზი სატვირთო არის, Volvo მიყვარს. просто ძვირი არის რომ შეინახო რა ამის ნაწილები საერთოდ ძვირი გეც. მაგრამ აი რა ვიცი, რა შედარება თქვენ თვითონაც უეჭველი ხედავთ რა, გაპრიალდა იმენა. ძალიან ლამაზია. ეგეთ ახლა ცოტა მოგრუბლულია მინდია რა. რაც ის შენიერია მინდია, მოკლედ არც ცივა, ესეთ ქალაქში ვართ. რაღაც cute კალონკა არის, როგორც ხედავთ. და შეუდგებით გზას, ეგეთ flying day. რაღაცეები არის აქეთ რა. შეუდგებით გზას და ბევრი დავშეკიდე სავალი. დღეს ბევრი დრო დავკარგე. ბევრგან გავჩერდი იქ ის ნაწილი, იქ სანამ ის ნაწილი გავაკეთე და გავარკვიე როგორ უნდა მომეხსნა. სხვათა შორის ის ნაწილიც ვიყიდე და ხვალე დილას ერთად დავამაგრებთ. გაჩვენებთ როგორ ვამაგრებთ და ძალიან ადვილია რა, მოხსნათ უკვე ვისწავლე როგორც უნდა მოხსნა და მაგასაც მალევე შევხვდით ხვალე დილას. შემოვედით Whataburger-ში, როგორც ხედავთ და კომბო ვიყიდე, ლარჯი და პირველად გავსინჯავთ ახლა. ეს არის ტრიპლ, როგორც ხედავთ, ანუ სამიანი. პომიდორი, კიტრის ნილია კიდე და კეჩუპი და მაიონეზი შიგნით. და ესეთი პატარა სივრცეა. მშვენიერი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჰიუსტონ, ტექსასში. აქედან როგორც იცით, NASA უშვებს ხოლმე როკეტებს. ძალიან ლამაზი ქალაქი არის ესეც. ტექსასიც საერთოდ ძალიან დიდი ქალაქი არის რა. ქალაქი კი არა და შტატი. კარგი ხედები გინდა და გადამეღო და ამოვიდა სატვირთო ჩვენს გვერდზე. ესეც ჩვენი ჰიუსტონი. აუ რა მაგარი მანქანები დადის. მოვედით TA-ზე, როგორც ხედავთ. და ახლა ჩავასხავთ საწვავს. როგორც წინა ვლოგში ისე ვერ დავაყენებ ახლა კამერას, იმიტომ რომ გაფუჭებული არის, როგორც გითხარის მეორე სამაგრე. ამ პროცესს გაჩვენებთ, თუ სწორედ იმოსქენი. აჰა. აუ ძლივს, ანუ იმენა ძლივს ჩანს. აუ. Insert card on. აუ რა წერია კი არ ვიცი მეგობრებო. მე ჩვენ ვხედავ იმენა რა წერია. შეიძლება შეგნით შევიდე და შეგნით გადავიხადო ეს ისა. თორე რაღაცა ურევს ეს მე მგონი და მოკლედ რო ჩავასხავ გაჩვენებ რამდენი და მიჯდა. გავაგზავნებთ გზას რა. ეხლა მალე თან გავჩერდები. იმიტომ რომ გვიანია რა და ხვალე გავაგზავნებთ გზას. ჩავასხეთ, ანუ როგორც ხედავთ თქვენ თვითონაც 182 გალონი $974 დაგვიჯდა, აი გიჟობა ფასები არის რა. ეხლა დევსაც ჩავაცავთ, ეგ ერთი მაქსიმუმ $20-30 დაჯდეს რა. ეგეთ გაძვირებულია როგორც დიზელი, მაგრამ რას ვიზავთ დღევანდელ ცხოვრებაში ესეთი ამბებია და ჩავასხავ უბრალოდ დევსაც და დაუბრუნდები გზას. გაჩვენებთ გზას რა. სადაც მივდივართ რა გზაც უნდა გავიაროთ. რაღაცა მინდა რომ გაჩვენოთ რა. ძალიან მაგარი რაღაცა არის. რავი რო არ მეყიდა, არ შემეძლო რა. შეიძლება ზოგიერთისთვის ახალ სისულელე იყოს ასეთ რაღაცეებში გადაყრაფულის, მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად ძალიან მაგარია და $30 ღირდა მარტო.
აი ესეთი ანუ სატვირთო არის 1985 წლიანი და ესე გამოიყურება და Bluetooth-ი არის სხვათა შორის, არ გამეხსნია რა და ეს არის ანუ დინამიკი რა, სპიკერი. როგორც ხედავთ, აგერ აქ შესაერთებლები აქვს. სწორად რო განახოთ USB-C, USB ნორმალური AUX-იც აქვს დაჟე და პატარა ისიც ქონია, ეს ნახე რა მაგარი რაღაცაა. ეხა არც ჩამირთვია. აი ესეთი ძალიან მაგარი რა ბრენდისა არ ვიცი. არ ვიცი ეს რა ბრენდია, უფრო Max გავს რა. AUX-ის კაბელიც მოყვა. ეს ჩვეულებრივი სატენიც რა. ნახოთ ჩავთოთ როგორ გამოიყურება. არ ვიცი სიმართლე რო გითხრა. აი. ოპა. აუ ეს ძალიან. ეს ნაწილიც ვიყიდეთ გუშინ. გუშინ რო ვერ შევცვალე რა, მე ვიყიდე ეს ნაწილიც და შევცვლი ამასაც და რო დავაყენებ მაგასაც გაჩვენებთ. დროებით მეგობრებო. შევცვალეთ ახალი ნაწილი აყენია. ჰაერიც აღარ გაზდის. არაფერი. მე არ მესმის პირადად. რა გაზდიოდეს. ჰაერი ამას და ძალიან კარგია, წარმატებულად შევცვალეთ. ახალი ნაწილი დავაყენე. ეს ყველაფერი პირველად გავაკეთე, არც ვიდეო მქონდა ნანახი. ამ მანქანის პატრონმა ცოტა დამეხმარა, ასე უნაქნაო, მაგრამ მაინც ბოლოს ხო ჩემით გავაკეთე ეს ყველაფერი და მიხარია რაღაც პონჩი რა. პატარა რაღაცაა კი, მაგრამ ნელ-ნელა ესე მეც ვისწავლი და გამომადგება. მომავალში რა თქმა უნდა საკუთარ სატვირთოს რო ვიყიდი. ყველაფერი წესრიგშია ეხა. ჰაერიც აღარ გაზდის, მაგრამ რაღაცა მე გუშინ ეგ უკნიდან მესმოდა ხმა. ახონია რა შევთამაშობ? რო თამაშობს ტრეილერობანას. გაზდიოდა, ეხა არაფერი არ ისმის, რაღაცა შეიძლება გუშინ ვერ გამიგია, ხან გაზდის, ხან არ გაზდის, თუ რა არის. მეც არ ვიცი რა. ეხა კარგად ვნახავ ყველაფერს მოკლედ და თქვენც გაგაგებინებთ გზაზე. გზიდან შემოგიერთდებით და გაგაგებინებთ რა იქნება. მოკლედ მეგობრებო, კვირა დღე არის კიდევ საღამოა და როგორც ხედავთ გზაზე ვარ. უბრალოდ ეხა ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ რა. აი აქ ხედავთ სქელქეთ ხაზ. მეათე გზაზე ვარ, როგორც ხედავთ, თუ ჩანს კარგად, იმ თეთრი ხაზის მარცხნივ იქეთ, აქეთან მხარეს. არის მექსიკო. გადახედებთ, მინდოდა ეს ადგილი რომ დღის განმავლობაში გამევლო რა. კარგად ვერ ხედავთ, ვერაფერს ვიცი რამე არის. მეგარი საათია. 11:10 წუთია. მაგრამ აი უკვე იქეთ არის მექსიკო. დაგვჭა 5 საათი. მალე გავჩერდები, დილას დავაგრძელებ ისევ გზას. აი სულ უდაბნოა რა, მე კი არაფერი, ცარიელი უდაბნოა აქეთ ხალხი. არა ჩანს კარგად ვიცი, მაგრამ სულ უდაბნოა. ეს ქალაქი თუ არ ვცდები, არის El Paso ესე ქვია და იმენა ფაქტიურად საზღვარზე არის ამერიკის და მექსიკის ბორდერზე. აი ესეთი ქალაქი არის. თვარიელეთ, მეც პირველად ვარ აქ ნამყოფი. მაგრამ ლას-ვეგასი ჯობს რა. ესეც ლამაზი ქალაქია. დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? ეხა არის ორშაბათი დილა და ზუსტად 3 საათში და 30 წუთში ვიქნებით დელივერის ადგილას. 11 საათი იქნება დილის რომ მივიტანთ. ეხა გავაგრძელებთ გზას და იქიდან შემოგიერთდებით. მინდოდა მეთქვა მადლობა წინა ვლოგზე კიდევ ერთხელ, აი ძალიან მაგრად გამივარდა.
ბევრსაც მოეწონა რა. და ბევრსაც მოეწონა და ბევრი ლაიკიც მოგროვდა, ბევრი ნახვებიც მოგროვდა. 2 დღეში 500 ნახვა აიღო ვიდეომ და მადლობელი ვარ ძალიან, ვინც უყურებთ და მადლობელი ვარ, ვინც გვერდში მიდგებით, ალაიქებთ ვიდეოს, ვინც გამოიწერა არხი. ვიცი რომ დიდი ხანი არ დამიდია ვიდეო მანამდე. ძალიან გამიხარდა, ეხლა დაშე შეიძლება უფრო მეტი ნახვაც გქონდეს უკვე არ მინახია. რა გუშინ ღამე რომ ვნახე 500 ნახვაზე ვიყავით ასული რა. სხვადასხვანაირი ტრაილერებია, ესე ვიტყვი. ტრაილერი იგივე პრიცეპკა. ბევრი ქართველი ტრაილერს ამბობს და ტრაილერი გონიათ თვითონ ანუ აი ეს რა, რაშიც ვზივარ ახლა, რასაც ვატარებ, ესა გონიათ თვითონ ტრაილერი. ან კიდე შეგიძლია დავუძახო სატვირთო რა. და უკან რაც გებია პრიცეპკა, ტრაილერი ეგ არის, რაც ჩაბმული გაქვს. მოკლედ ამჟამად ვიტყვი დავუძახებ იმას პრიცეპკას ტრაილერს. ხო და ტრაქს დავუძახებ თვითონ სატვირთოს რა. სხვადასხვანაირი ჩასაბმელებია კიდევ ერთხელ. არის დრაივენი. აი მე რაც მიბია რა, ცარიელი 5. აი იქით მხარეს მიდის, აი ეგეთი დრაივენი. ჩემ წინ, აი ხა ცოტა ხანში თან გადავასვებ, თან განახებთ, ეს არის flatbed. ამას ყავს ძალიან მაგარი ძველებური ან პიტერბილტი იქნება, ან კენვორტი. ვერ დავინახე კარგად, ახლა ერთად შევხედოთ რა. აი ეს არის მოკლედ flatbed-ი მეგობრებო. არსებობს კიდე step-deck. Step-deck-ი სადმე თუ შემხვდა, აუცილებლად მაგასაც გაჩვენებთ ამ vlog-ში. ეს არის flatbed-ი მოკლედ, აი ესეთი ბრტყელია, ზოგს შეიძლება даже აი ეგ წინ კედლისავით კონდეს, რომ მძღოლი დაიცვას ავარიის შემთხვევაში, ძალიან მაგარი სატვირთოა. და step-deck-ი კიდე იცი როგორი თემა არის? მაგნაირი თემა არის, უბრალოდ დაბლა აქვს ის უკანა ხარე და წინ კიდე ნაბიჯისავით აქვს მაღლა ცოტა რა. არის კიდე lowboy, აი ერთი ტრაილერი კიდე ეს არის კონტეინერი, იქეთ ამ ხარეს თუ დაინახეთ, ანუ რკინის იმენა კონტეინერი არის, რასაც გემებზე ხედავთ, დრაივენები, მაგრამ მაცივრები. ანუ ხილისთვის, ბოსტნეულისთვის რაღაცა რომ აი ცივად შეინახოს რომ გადაიტან გზაზე რა. იგივე დრაივენია, უბრალოდ წინ მაცივარი აქვს მიმაგრებული თვითონ ტრაილერს, მაგას ცალკე თავისი საწვავი უნდა და სულ ამუშავო გზაში როცა ხარ. სხვათა შორის სანამ დატვირთავ, ყველა კომპანიას მაგაზე როგორც ვიცი საკუთარი ტემპერატურა უნდა, არ ვიცი 1000 რაღაცა უნდა, მე არ ვიცი, არასდროს მიმუშავია მაგაზე, მე მარტო მაგ დრაივენზე ნამუშევარი და ამაზონზე. ამაზონი და დრაივენი, ახლა ამაზონიც დრაივენის ტრაილერებია, პროსტა ამაზონზე რო დადიხარ, შენი ტრაილერი არ არის, ანუ მიიტან ერთ ტრაილერს, დაგცლიან აი step-deck-ი, მეგობრებო, აი ახლა განახებთ. აი ეს არის step-deck-ი, ხო დაინახეთ, უკანა მხარე დაბლა ქონდა და წინ ქონდა რაღაცა პატარა ადგილი კიდე, პლატფორმა, ეგაა step-deck-ი. ხო და რავი, ეგაა სხვაობა, დრაივენი ყველაზე ადვილი არის თან. ჩაიბავ ერთ ტრაილერს, მიდიხარ, გცლიან, ანუ ყველაზე იოლი სამუშაოა, ასევე ყველაზე დაბალი დონის ანაზღაურება აქვს, მაგრამ მაინც კარგად იშოვება ფული, დამიჯერეთ, ანუ ცუდად არ გამიგოთ. რა ვიცი, მე ხა ყოფილი ვარ, როგორც ვმუშაობ. იმაზეცაა დამოკიდებული ოჯახი ყავს თუ არა ყავს.
იმიტომ რომ ეხა ოჯახი თუ ყავს ხო ვერ იქნები არა სულ გზაზე სახშიც ხო უნდა მიხედო რაღაცა 1000 რამე ის ეს 1000 რაღაცა შედის რა ამ ყველაფერში ყველაზე მაღალი ანაზღაურების მე მგონი flatbed-ი არის აი flatbed-ი და step-deck-ები რა ყველაზე მაღალი ანაზღაურება მე მგონი ეგ არის მაგას აქვს ყველაზე დიდი დაფასებაც და ყველაზე რთული სამუშაოც ეგ არის იმიტომ რომ გინდა წვიმაში იყო გინდა თოვლში გინდა ქარში უნდა გადახვიდე უნდა გადააფარო უნდა დააბა ყველაფერი აუცილებლად რომ რავი რაღაცა არ მოხდეს რა კიდევ არის არსებობს კონესტოგა drive-ს გავს მაგრამ როგორ თქვა ანუ ფარდები აქვს რა drive-ს კი არა flatbed-ს აგავს უფრო ბოდიშით და აქვს ფარდები რა აი ამაზე მინდოდა უბრალოდ ლაპარაკი იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა მთხოვა და მკითხა ზუსტად უფრო დეტალებში თუ გაინტერესებთ რავი დამიწერეთ კომენტარებში რა გაინტერესებთ როგორ გაინტერესებთ კიდე შეკითხვები გამოუშვი გიპასუხებთ რა ყველაფერზე არიზონაში შემოვედით უკვე გუშინ ღამე გამოვიარე იმენა საზღვარზე ვიყავი როგორც იცით თუნდაც ანუ ხო გადავიღე ამ ვიდეოშიც ნახავთ პანჯარა კიდე გაგვიჭოჭნიან და რა იმ დღეს გავურეცხეთ და აი კიდე აი აქეთ აი ეს წერები და რაღაცეები ესეც თქვენი უდაბნო ამერიკაში უმეტესობა ესე არის რა აი ტყე ძალიან ტყე და ან უდაბნო აი გვერდზე ლიანდაგები მიდის აი ესეთი გაშლილი გზებია ერთი შეკითხვა მაქვს თქვენი აზრით მგონი ძალიან ადვილია ეს რა არის თქვენი აზრით რა მეაქ ამ ადამიანს ძალიან გაგიადვილეთ უეჭველი მითხარით კომენტარებში დაწერეთ ყველამ რა მეაქვთ რა ტვირთი მეაქვს ამას ჩამოვედით არიზონაში ვიმყოფებით ეხლა მივდივარ რომ კარები გავხსნა გაჩვენებთ ახლა ვთქვით გავჭრია მითი და წინაზე შემთხვევით დავიკავე უკუღმა ჩვენი კამერა ეხლა იმედია იმით გავჭრი რა აი ესეთი სილი გვაქვს აია ეხლა ჩვენებთ დავაბათ ეს ჩვენი კარები იმედია ეს ვლოგი მოგეწონათ აი ესე ძალიან მარტივად იღება ჩვენი კარებები ეს ჩვენი ჯაჭვი ზოგს ბევრი ჯაჭვი აქვს ზოგს ესე ერთი ჯაჭვი და ჩამოაჩვევს ეხლა აგე იქ უნდა მივაყენოთ რა ცოტა ერთი 4 ცალი დეს რაღაც ეგრე რა და წავალთ დავაყენებთ უცბად და ცდიროთან გადავიღო რა როგორ ვაჩერებ ცდი ერთი ხელითა დავქნა და რთული იქნება მაგრამ დიდი ადგილი გვაქვს როგორც ხედავთ და გონი შევდივართ ოკეი წავიდეთ ახლა წინ მივიწიოთ ესე ბევრი დიდი ადგილი გვაქვს ამიტომაც პრობლემა არ არის ჩავაგდოთ ზადნში და შეგვიძლია ნელა მიწინ მივწევ ცოტათი არ გავრისკოთ ერთხელ ადგილი გვაქვს რატო უნდა მივიდეთ ეგრე ახლოს
ფაქტიურად შევედით, ცოტა კიდე მომიწერს მე წინ შესვლა შეიძლება. ჯერ ესე წავალ ცოტათი უკან. აქ დაგემშვიდობებით რა, ხავ ძალიან ცხელა. დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. და მომავალ ვლოგამდე მეგობრებო.